ბოლნისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა, გაუჩინარებულია. მასთან დაკავშირებას ვერც მისი თანაპარტიელები ახერხებენ. ველოძლიერი საქართველოს ლიდერების ინფორმაციით, ასებ ჩირაგოვზე ზეწოლაა და მას კანდიდატურის მოხსნა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ქართულმა ოცნებამ მუქარით აიძულა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს ადგილობრივ პოლიციაში იმყოფებოდნენ და პოლიციის უფროსთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ის პოლიტიკოსებს არ შეხვდა და შესაძლოა დანაშაულის ფაქტზე არც რეაგირება ჰქონია. ნინი ბალანჩევაძე მუშაობს თემაზე. ნინი, ამ დრომდე ყოფილი კანდიდატი საჯაროდ არ გამოჩენილა, ის მხოლოდ Facebook პოსტით შემოიფარგლა. არის თუ არა ცნობილი რაიმე მის შესახებ, ან შენ მოახერხე თუ არა მასთან დაკავშირება? კეთი, თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ასებ ჩირაგოვის საცხოვრებელ სახლთან, ლელოძლიერი საქართველოს მერობის კანდიდატთან, რომელიც უკვე მეორე დღეა არის გაუჩინარებული და ის არც საცხოვრებელ სახლში იმყოფება. ჩვენ აქ ვკითხეთ ადგილობრივებს, მის მეზობლებს, მასთან დაკავშირებით, როდის დაინახეს, ბოლოს დაინახეს თუ არა მისი ოჯახის წევრები გუშინ დღიდან, თუმცა ისინი გვეუბნებიან, რომ უკვე მეორე დღეა არც ოჯახის წევრები და არც თავად ასებ ჩირაგოვი ტერიტორიაზე არ დაუნახავთ და არც მათ იციან, სად არის ასებ ჩირაგოვი, ტელეფონი მას აქვს გათიშული, შესაბამისად ვერავინ უკავშირდება, რომ დაადგინოს მისი ადგილსამყოფელი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ლანა გალდავა იმყოფებოდა ბოლნისის პოლიციაში, მას სურდა, რომ შეხვედროდა პოლიციის უფროს, უპირველესად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება მის გაუჩინარებას, სად არის ასებ ჩირაგოვი და რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმისათვის, რომ იპოვოს სწორედ გაუჩინარებული მერობის კანდიდატი ლელოძლიერი საქართველოდან, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატის მოხსნასთან დაკავშირებით და ეს მას შემდგომ, რაც მას ემუქრებოდნენ და პარტიაში საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი ძალოვნები ყველა ერთად არის ჩართული იმისათვის, რომ სწორედ ზეწოლა მოახდინონ მათ კანდიდატებზე, თუმცა თითქმის 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ლელოძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი პოლიციასთან და არავინ პოლიციის მაღალჩინოსანი სწორედ არ შეხვედრია მას. ეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არის, საქმეები აქვს პოლიციის უფროს და ცოტა ხანში შეხვდებოდა, თუმცა 1 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე არავინ გამოჩენილა. ლელოძლიერი საქართველოს წევრები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ სამართლებრივ გზებსაც მიმართავენ, მათ შორის იმისათვის, რომ გაიგონ თუ რა მოხდა სინამდვილეში, სად გაუჩინარდა მისი მერობის კანდიდატი და კონკრეტულად რა ზეწოლას ჰქონდა მასზე ადგილი. მაინტერესებს, როდის შეძლებს თქვენი ხელმძღვანელი ჩემთან შეხვედრას და ზუსტად რო ვიცოდეთ, რომ იმიტომ თითქმის 1 საათი არის უკვე ველოდები. ანუ ამ შესახებ ინფორმაცია აქვს. და იქნებ გაარკვიოთ, სადამდე დაველოდო, გაარკვიოთ და დაგელოდებით პასუხს. ვიმყოფებით პოლიციის შენობასთან 1 საათზე მეტია, 1-3 უკვე მივმართეთ ჩვენ მათ, ველოდებით, მაგრამ პასუხი კვლავ არ არის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ პოლიცია გამოყენებული არის პოლიტიკურ ინსტრუმენტთან, რადგანაც მათ არ სურთ ნათელი მოჰფინონ იმ ამბავს, რასაც ვეუბნებით და რაც შეიტყვეს მედიიდან, რომ ადამიანზე ხორციელდებოდა ყველა სახის ზეწოლა, ადამიანი არის გამქრალი, ის წარმოადგენს მერობის კანდიდატს ოპოზიციური პარტიიდან და ამავდროულად მასზე უკვე გუშინ პროპაგანდისტული მედიამ ააგო სიუჟეტები და დაამზადა კარტები. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები იმისა, რომ მთლიანად ოჯახი იმყოფება რაღაც ძალიან დიდი ზემოქმედების ქვეშ, რასაც შეიძლება ვუწოდოთ, რადგანაც ერთხელ უკვე ფულადი სარგებლის მიღებას და მოსყიდვაზე უარი აქვს ნათქვამი. ერთადერთი რაზეც ამ ეტაპზე პარტიაში საუბრობენ არის ის, რომ ასებ ჩირაგოვმა თანაპარტიელებს მიაწოდა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას თხოვდნენ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ დაეთმო მისი კანდიდატურა ოცნების კანდიდატურის სასარგებლოდ და ამის შემდგომ უკვე გუშინ ჩვენ ვნახეთ მისი Facebook სტატუსი, სადაც ის წერს, რომ კანდიდატურა მოხსნა სწორედ ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ახლა კითხვებს ითხოვს პარტია ლელოძლიერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რატომ არ რეაგირებენ ამ მუქარასთან დაკავშირებით და სად არის ამ დრომდე გაუჩინარებული მისი თანაპარტიელი, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვიმყოფებით მის საცხოვრებელ სახლთანაც და არც ის და არც ოჯახის წევრები აქ არ არიან.